გამოვედით. მივდივართ პარკში და კარფურში. ჩემი სიყვარული არის ეს პარკი. უზომოდ მიყვარს, ნახეთ ეცა როგორია. აი ვიცი. ადრევე ესეთი არ იყო ხუში. მითხრათ ხალბატონმა მუზეუმ. და ბევრმა მითხრა, ვინც იცის ეს პარკი, ადრეც ვინც იცოდა აქაურობა, მე არ ვარ ნამყოფი აქ. ადრეს ენემ გააკეთებდნენ და ეხლა რა ვიცი, სასწაულებრივია. აქ ვითამაშებთ, ვიკატავებთ და მერე წავალთ კარფურში, რამეს ვიყიდით საჭმელად დღეისთვის და დავბრუნდებით სახლში. აი იქ სახლები ყავთ ხოლმე. სილამაზე. აჭმევ? Papa Janfu. საჭმელს ჭამს. აპაპაშია. ვართ კარფურში. წვიმას აპირებ. ხოდა ევას უთხარი წამომეთქი, გავიდეთ კარფურში. ვიყიდოთ რა გჭირდება, იმიტომ წონას ახლა კაი ფორმაში წვიმას აპირებს. ხოდას ძალიან მიყვარს ქუჩაში ადამიანების, შენობების, ცხოველების და ყველაფრის მოძრავის, უძრავის, სულიერის და უსულოს თვალიერება. აი ძალიან არ ვიცი და თქვენს თუ ხართ ეს ვინმე მოსიყიდა და გზაშივე გახსნა რაღაცა იაფასიანი იყიდა, რა ვიცი, ეს ვარდისფერ შეფუთვაში იყო და მოეწონა. ესეთ უნდა მეჩვენებინა რა ვიყიდე, მაგრამ ამოალაგეთ ყველაფერი წაიღეს. მოგეს ფარში ვიყიდე ნახევარი კილო. ეს გადატოვეს სნიკერსი. ეს გზაშივე გახსნა და საზღვარი შოკოლადია. მე ეგ ჩააგდა. აი კარტოფილი ვიყიდე. გამოვხარშო. ორი ერთი ამოიღეს უკვე და მეორეს მე ამოვიღებ ახლა. და ორი ცალი მაკარონი ორივე აქციაში იყო. აჰა. всё, მეგერახე. და რომ წაიღო ჩიპსი, პატარა, კოქტეილი. და всё. აი ეს იყიდე კიდე. ეს საუბრია, სნიკერსი. ეხლა ბავშვები წავიდნენ მასწავლებელთან. ხოდა მოდი აბა გავაკეთოთ მე და თქვენი საჭმელი.
ტაფები გავრეცხე 10 ჯერ. აი ეს ტაფა კიდე გავრეცხე ხალხი ორივე. ხო. აქ წყალი მაქვს უკვე დადგმული მაკარონის მოსახარშად. აქ ის გადავწურე. რა ქვია? ხაჭო. ასე. და ეს ფარში 19 ლარად იყო კილო. მეცაც ავიღებდი, მაგრამ რაღაცა ძალიან ცხიმიანი მომეჩვენა, შერეულია. ხო და მეტი აღარ ავიღე. ანუ მეც ავიღებდი, გავყოფდი და შემდეგ ჯერზეც გავყინავდი. მაგრამ რავი. ეგრე სახარბიელოთ არ მომეჩვენა. ბონი გამოდი ახლა იქენ რომ არ ვიცი რას გიზავ. დროზე, გამოდი. ჩქარა. ბონი თქო. ხახვი მეგონა რომ მქონდა. ო-ო. ხოდე. კაი. არა, არ მეჩვენება, აი ნამდვილად ძალიან ცხიმიანი. აუკეთოთ ნიორი, რა ვქნა. ნიორი კი მაქვს. მაკარონს თან უხდება ხახვიდან ნიორი. რატომღაც არწმუნებული ვიყავი რომ იყო. ხარ მომწონს ამის სუნი. გუშინაც გქონდათ ეს აქცია და ეთყობა ღორის ხორცი ბევრი გქონდათ და ვერავარ ვხეხ. თავჭრე. მე ეს სუნი აღარ გამდის ხელიდან 3 დღე და ამიტომ არ მიყვარს. კარო არ გაპეტო და არ დაიხურო. აურა კაია რო არ ყვირივა. სუხმა მაღლა ვლაპარაკობდი ხოლმე და მაინც კარგად არის მოდა.
სამ დიდია ეხა. Принял строй. Да-да-да-да-да-да-да. Ресторан გადის დრო. გურები ხარ? ესეთ საჭმელები ძალიან მიყვარს. გემრიელი, ხორციანი. Всё. რომ მოვალთო ხო იქნება. საყალები არის. რასასიამოვნოა. შენი შვილი რომ ელოდება რომ საჭმელს გააკეთებ. და რომ უყვარს შენი გაკეთებული საჭმელი. რამეა. არაფერი არ ჭირდა, მაგრამ ყოველთვის ეგრე ვაკეთებ ხოლმე, თუ ახალი გახსნილი არ არის. და სახლისებს ახალ გახსნილსაც ეგრე ვაკეთებ დაში. რამე ისიც მინდა გავაკეთო კექსი, შმექსი, რამე ხანი არ გამიკეთები. აი ეს მაგ შრატი და აი ეს შრატი შეიძლება რომ ამაში გამოვიყენო. ვიცი რომ იყენებენ ბევრი ქვეყნის სამზარეულოს, ჩვენთან არ ვიცი იყენებენ თუ არა, მაგრამ ძალიან სასარგებლო არისო და ესე. ეხლა აქ ჩავყაროთ მარილი. სად არის? მარილი. ციდაც.
ეს რა ჩააშრება. ესე იგი მზად არის. აჰა. და მაკარონი. მე ვაკეთებ ხოლმე პროპორციას 1:1-ზე. საერთოდ ჩემთან ესე იჭმება. 1:1-ზე აჭამენ, ესენი მაკარონს უფრო მეც სჭამენ. და აი 300 გრამი მაკარონი და 500 გრამი ხორცი. არა, 300 გრამი მაკარონი. პირიქით. 500 გრამი მაკარონი და 300 გრამი ხორცი. ეს არის კილო, მე როგორც ვიცი. ხო. 1000 გრამი. მაგრამ ერთხელ გავაკეთე. ანუ ერთი შეფუთვით, ერთ შეფუთვით 400 გრამი. ხო და არ იყო მაკარონი, ხორცები დარჩა. მაკარონი აღარ იყო. ეს. всё. ეს ამოურიოთ. ეს უნდა ჩააშრეს. ეს უნდა მოიხარშოს. ეხლა ნელ-ნელა ჩაიწევა. და საჭმელი უკვე მზად იქნება. ჯინსები დავრეცხე. უნდა გავკიდო და ეხლა მაგ კიდე შესაყრელი ევას ისინი ტანსაცმელი. ყველაზე ხშირად ევას ტანსაცმელს ვრეცხავ. ცხადია. თაკი მინდა რომ გავაკეთო რამე ნამცხვარი. დიდი ხანი არ გამომიცხია ბისკვიტი. გამოვაცხობ რაიმე გემრიელ ბისკვიტს. იქამდე მოდი ჩავშოთ დუხოვკა. ეს გამოვიღოთ. და ჩავრთოთ სადღაც 180 გრადუსზე ზედა ქვედა. აჰა. ეს დავდოთ ასე. ამოურიოთ მაკარონს რო არ მიიკრას. რა ბონი. რა სიკულე. ასე. ეხლა ნახეთ რა იქნება ძირი, ეს იქნება შრატი. არ ვიცი, იმედი მაქვს, კაი გამოვა. მე არასდროს არ გამიკეთებია ამაზე. კვერცხი. მეტი კვერცხი არ მაქვს, ამიტომ ამას გავუკეთებ. 2 ცალს მეტი მენანება. ამბობენ, რომ ეს არის ძალიან სასარგებლო და ძალიან კაი და რუსები ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებენ ამაზე. ბევრ ბლოგში და იმაში მინახავს. არა მარტო რუსები. მე მგონი აზერბაიჯანელებიც. აჰა. ცოტა მაწონსაც დავამატებ. პატარა ჭიქით. მედია ძალიან წყალ-წყალა არ იქნება. ამას ახლა ვერ გავაღებ. სოდა და ესა. რა ქვია? მაწონი. მაწონი თუ აკეთებ ხოლმე ყოველთვის რძითაც კი არასოდეს არ გამიკეთებია მე ესა. ეს კექსი.
ჯერ შაქარი უნდა ჩამეყარა, შევწდი. Ikas შაქარი არ აქვს. ისევ 1 2 თოკოს უყარს შავი. ხო და ძალიან მეზარება ახლა. უი, არ ყოფილა კაკაო. კი არის. ძალიან მეზარება ახლა ესა. დიდღნაობა ორი ფერის, ამიტომ იყოს ვაფშე შავი. აქ ცოტაა. თავარი მასები უკვე გაერთიანებული. ის ვერ ვიპოვე სათქვეფი, ვერაფერს ვერ პონგობს ადრასდებს, აი просто ვერაფერს. სადაც მე მიწვია იქ არდებს. და მე თუ არ კითხავ სადდებს, ვერც იპოვე. შანსიც არ გაქვს რომ იპოვო. ესე, ახლა მოვიტან ფქვილს. თან ამას ამოვურიოთ. ეს მე მგონი მალე იქნება უკვე. ჯერ არა. მანი ფაფა უნდა გავუკეთა ერთი ჭიქ. ძალიან მომწონს. არ ვიცი თქვენ გაგიკეთებიათ თუ არა მანიზე ნამცხრები. მე გამიკეთებია და ძალიან მომწონს, როგორიც გამოდის რაღაცნაირი სხვანაირი. ძალიან აფუმფულებს და ისიც აფუმფულებსო ეს შრატი. ხო და აბა ნახოთ რა გამოვა. ეს არაფერში არ ეყოფა, კიდე დაჭირდება. საერთოდ რაღაც 3-3.5 ჭიქა უნდა ხოლმე. вообще ჯერ. ეს რა საკმარის ჯერ სითხეა, იმიტომ რომ ის როა. ეს ხო ის არ არის მაწონი და რაღაც. აქ ნატურე მქონდა. ეს გაფუჭდა თუ არა. კაი. ცოტა სპონის მივცემ და დანარჩენ აქ უზავ. იმიტომ რომ ესეც გაფუჭდება.
არ ვიცი, ვინმე აკეთებთ ხოლმე ესე? რო არაფერი გადაყარო, ყველაფერი გამოიყენე. ანუ ესეთი რაღაცა როგორ უნდა გადაყარო ახლა? არა ჭამენ. კიდე რა არა აქვს ამ გამოცვას. Просто ეგ თქვი შენ რა არა აქვს. ვადაიმს გავს რაღაც. მედია სიტკბო ეყოფა. კაცო. ვარა გმრიელია. დაგემრიელია უკვე. ხა ცოტა ხანი დავაყოვნებ, რომ მანი გაფუვდეს. ვაიმე ძალიან ბევრი დავასხია მასყარი მე მგონი ეს უკვე მზადა ეს გამოვთოთ ეს იქ ვერ გადავწურავდი იმდენი რაღაც ჩავყარი. წყალი აღარ აქვს საწყალს, მაკარონს. ცოტა ევას ესე უნდა ამოუღო. ის არ ჭამს იმას. კეგა გამახსენდა. დავუდებ ხოლმე და მე ისევ მომაქუკა. ვუდებ იმიტომ რომ გასინჯოს და იქნებ შეჭამოს, მაგრამ არ ჭამს. ახლა რა დარეცხავს იმენ უმეთო რომ მეზარება. თუ გეზარება რასეცი ერთი ამ ნამსხრის ხოვას. მე რომ Ciao. ნარჩენებისგან რამცხვარი გავაკეთე. თეთრები ისინი ახაჭოები. ეს კიდე ხორციანი კერძი. რომელიც ახლა სულ მალე აღარ იქნება. მაგას ქართველები არ თვლიან. მინდა ვაჩვენო როგორია. მადლობა თქო რომ დაიჭირე. ნახე რა სიფუმფულეა. ეს ის არის ნადუღი ხაჭო. ის არ გეგონათ გაუხსნელი ფქვილი ან რამე. ნახეთ როგორია. ჩაიცოდა გავაკეთე. ნახე როგორია. თავის თავს უყავ.